თუ გსურს აიხდინო ოცნება, გახდე მომღერალი და მსახიობი. ვოკალურ თეატრალური სკოლა სტუდია ლურჯაცხენები ამაში დაგეხმარება. ჩვენთან შეისწავლება სიმღერა, ცეკვა, მსახიობის ოსტატობა, მეტყველება, გიტარა, ქართული ხალხური საკრავები. ეზიარეთ ნამდვილ ხელოვნებას. საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით. დღეს პარასკევია 20 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთსულოვნების ეთერშია გადაცემა თაობა ზეტი. ცხოვრების ჯანსაღი წესი, ეს ტერმინი ალბათ ყველას გაგვიგია და მეტნაკლებად ვიცით, რომ გულისხმობს სწორ კვებას, ორგანიზმის ჯანმრთელობას და სპორტულ ცხოვრებას. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. გადავწყვიტეთ ჩვენი გადაცემა სწორედ ამ თემისთვის მიგვეწყნა და მოწვეული სტუმრებითა და სიუჟეტებით შეგვეტყვა უფრო მეტი ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას. ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი გამსაზღვრელი ფაქტორია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არა მარტო დაავადებისა და ფიზიკური დეფექტების არარსებობა. ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შეფასებამ ცხადყო, რომ წამყვან როლს ის სოციალური გარემო თამაშობს, რომელშიც მას უხდება ცხოვრება. ცხოვრების წესი არის სფერო, რომელიც უშუალოდ მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის მაჩვენებლებზე. ცხოვრების წესს გარკვეულად განაპირობებს ცხოვრების პირობები. სწორი კვება არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი ნაწილი. გარდა იმისა, რომ სწორი კვება გვეხმარება წონის კონტროლში, შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობა. ძირითადად უნდა მიიღოთ საკვები, რომელიც არ შეიცავს ჭარბი რაოდენობით კალორიებს, ცხიმებს. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ხილ ბოსტნეულს, ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ საკვებს. ასევე მნიშვნელოვანია სპორტი. გარდა იმისა, რომ იგი წარმოადგენს ჯანმრთელობის წინაპირობას, ასევე მას შეუძლია უამრავი სასიკეთო რამ მოუტანოს ადამიანს. თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ყურადღება უნდა მივაქციოთ და გავითავისოთ, რომ სპორტი ამისათვის არის ის პირველი საშუალება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მიზნის მიღწევაში. სპორტი ადამიანში უამრავ დადებით რეაქციას იწვევს, ის აძლიერებს იმუნიტეტს, ავითარებს ტვინის უჯრედებს. ყველა ადამიანმა ახალგაზრდობიდანვე უნდა იზრუნოს თავის ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ფიზიკური სრულყოფისათვის. სისტემატიურად უნდა ეწეოდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპორტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანის წარმატებულ ცხოვრებაში. ცხოვრების ჯანსაღი წესი არ მოითხოვს დიდ სირთულეებს. მთავარია მოინდომოთ და ყველაფერი გამოვა. ბოლოს თქვენ შეამჩნევთ, რომ ეს ყველაფერი ყოველდღიურობად და ბუნებრივ მოთხოვნილებად გადაგექცევათ. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრება შენი ცხოვრების წესად. რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და როგორ უნდა დავიცვათ ის? ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ კლინიკა NMEDS-ის ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ბერეკაშვილი. ხალხო ნინო, გადაცემის მთავარი კითხვით დავიწყოთ ჩვენი საუბარი, რას ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი? პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ დაუთმეთ დრო ამ მნიშვნელოვან თემას. ჯანსაღი კვება თემა საკმაოდ აქტუალური არა მხოლოდ საქართველოსთვის, ზოგადად განვითარებული ქვეყნები, ისეთი როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროპის წამყვანი ქვეყნები, მათთვის საკითხი საკმაოდ აქტუალურია. რას გულისხმობს ჯანსაღი კვება? ჯანსაღი კვება გულისხმობს ჯანსაღი საკვების რაციონის დანერგვას დღის განმავლობაში და ფიზიკურ აქტივობას. ჩვენ გვაქვს მოწოდებული წამყვანი საერთაშორისო კლინიკების. ეს გახლავთ ჰარვარდის ნუტრიციოლოგიის ცენტრი, ეს გახლავთ კლეველენდის მეიოს კლინიკის ცენტრები, რომელთაც აქვთ რეკომენდაციები გათვლილი ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის. მნიშვნელოვანია იცოდეს ჩვენმა მომავალმა თაობამ, განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა სკოლის მოსწავლეთა თემას. აქ პრაქტიკულად არ არის დაცული ის მნიშვნელოვანი ბალანსი, რაც გულისხმობს ჯანსაღ კვებას. პრაქტიკულად ამოვარდნილია ის მნიშვნელოვანი პარამეტრები, რაც არის დღეს რაციონში შეტანილი, ეს გახლავთ ნახშირწყლების, ცილების, პროტეინების, იგივე ცილების, ცხიმების კომბინაცია. პრაქტიკულად ჩვენი დღევანდელი თაობა იკვებება არასრულფასოვნად
და შესაბამისად რაც დროულად ვიმოქმედებთ, ეს ეხება როგორც მშობლებს, ასევე სკოლის დირექციას, ნაწილობრივ ჩვენც ასე რომ ვთქვათ, ეს გვეხება ეს საკითხი და მაქსიმალურად ვცდილობთ ეს იქნება ტელეეთერის საშუალებით, რადიო ეთერის საშუალებით ჩვენს კომპეტენციაში რაც არის მაქსიმალურად გაუზიაროთ ეს ინფორმაცია, რაც გულისხმობს ჯანსაღი კვება. როგორც უკვე აღნიშნეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია სწორი კვება. ხშირად ახალგაზრდები, მოსწავლეები განსაკუთრებით იკვებებიან სწრაფი კვების ობიექტებით. ეს რამდენად საზიანო არის ჯანმრთელობისთვის, ამის შესახებ რომ ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს საკითხი არ არის მხოლოდ ჩვენთვის მტკივნეული თემა. მთელს მსოფლიოში პრაქტიკულად ასეთი წამყვანი ცენტრები ცდილობენ მაქსიმალურად შეიმუშავონ პროგრამები, რათა მოხდეს მოსწავლეთა ახალი თაობის დაინტერესება თუ როგორ შევცვალოთ ჩვენი დღის რაციონი. და ამეთანხმებით ძალიან გემრიელია გარკვეული მათი სახეობა, ნაირსახეობა ჯანსაღი კვების პროდუქტისა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად მივაწოდოთ ჩვენს შვილებს ჯანსაღი კვების ძირითადი კრიტერიუმები. რას გულისხმობს ჯანსაღი კვება? პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ პროდუქტების გადახარისხება. რა არის კარგი საკვები, რა არის ცუდი. მარტივად. რის მიხედვით უნდა მოვახერხოთ ეს? ეს ხდება ინდივიდუალურად ყველა ჯგუფის პროდუქტის განხილვა სათითაოდ ყველა ჯგუფის მიხედვით. პირველი ჯგუფი, პურპროდუქტების ჯგუფი, რომლებშიც მრავლად არის წარმოდგენილი სახამებლიანი პროდუქტები. ჩვენ აუხსნით პაციენტს, როდესაც ჩვენთან უკვე კონსულტაციაზე პაციენტი მოდის კონკრეტულად ჭარბი წონის სამკურნალოდ, ჩვენ დეტალურად პირველ კონსულტაციაზე, რომელიც მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის რეალურად გაკვეთილი სემინარი და არა კონსულტაცია, ვინაიდან გრძელდება დაახლოებით 50 წუთი. თუ ჩვენ პაციენტს არ დავუთმობთ ესეთ დიდ დროს, შედეგი პრაქტიკულად არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია და სასურველია, რომ მოსწავლეების განათლება მოხდეს ამ კუთხით და მათ სწორად გქონდეთ ინფორმაცია მიწოდებული თუ რას ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი. აი ამის მნიშვნელობაზე რომ ესაუბროთ თქვენს. იმისათვის რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ, რატომ საუბრობთ ამ საკითხზე, რატომ ვუსვამთ ხაზს ჯანსაღ კვებას. ჯერ მოდით გართულებებზე ვისაუბრებ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი და შემდეგ ვისაუბროთ რა უნდა მოვიმოქმედოთ. დღესდღეობით გვაქვს ესეთი სტატისტიკა. დღეს ყოველი მესამე მოზრდილი, ხოლო ყოველი მეხუთე, მეექვსე ბავშვი არის ჭარბი წონით ან სიმსუქნის გარკვეული ხარისხით. ეს საკმაოდ შემაშფოთებელი სტატისტიკაა. გაზრდილია ტიპი 2 დიაბეტის გამოვლინება ბავშვებში. რაც რამ განაპირობა ეს სტატისტიკა თქვენი აზრით? ეს სტატისტიკა განაპირობა არასწორმა კვებამ, ჭარბმა წონამ და თავის მხრივ ეს იწვევს ისეთ მნიშვნელოვან გართულებას, იქ ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ხოლმე პაციენტის ისტორიას, ანუ როდესაც პაციენტი მოდის უკვე ჭარბი წონით, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ თუ რა არის სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი კონკრეტულად პაციენტის შემთხვევაში და ასევე ვიკვლევთ თუ რა გართულება მოგვცა უკვე აღნიშნულმა ჭარბმა წონამ. როდესაც შინაგანად ვიკვლევთ, ვატარებთ ლაბორატორიულ კვლევებს, შემდგომ უკვე შემდგომი ეტაპი ეს არის უკვე მიღებული ანალიზების ადაპტირება, გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობა. დაუბრუნდები ისევ თემას ბავშვების თემას, საკმაოდ გაიზარდა ტიპი 2 დიაბეტის გამოვლინება ბავშვებში, რაც ძველ დროში პრაქტიკულად არ გვხდებოდა, არ იყო ძალიან იშვიათი და პლუს ამას გვხდება ისეთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორიც არის 30-დან 40 წლამდე ახალგაზრდები, პრაქტიკულად გვხდება ტიპი 2 დიაბეტი ბევრად ხშირად, ან პრედიაბეტური მდგომარეობა. ჩვენ ვაძლევთ სამოქმედო გეგმას. თუკი ჩვენ მოვახერხებთ ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპების დაცვას. მეორე საკითხი ეს არის ფიზიკური აქტივობა და ჩვენ გვაქვს იგივე ამერიკის სპორტული აკადემიის მიერ არის გამოქვეყნებული ფიზიკური დატვირთვის გაწერილი სქემა ყველა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. ეს არის როგორც საშუალო ასაკი, ასევე პაციენტები, რომლებთაც აქვთ კარდიოლოგიური პრობლემები და ასევე ბავშვთა ასაკი. ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის კორეგირებით, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობის კორეგირება, ჩვენ რეალურად ვიღებთ ბენეფიტებს, რასაც ქვია პრევენცია სიმსუქნის და სამომავლოდ უკვე შაქრიანი დიაბეტის განვითარების. აღნიშნოთ, რომ მხოლოდ სწორი კვება ჯანსაღი ცხოვრების საწინდარი არ არის და ამისთვის აუცილებელია სპორტული აქტივობებიც, რა თქმა უნდა.
და ძალიან კარგი იქნება სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ არის ასე რომ ვთქვათ ალბათ სასურველი იქნება ყველა რაიონს კონდეს საშუალება უფასოდ შეიქმნას გარკვეული არ ვიცი წრე იქნება საცურაო აუზი იქნება უნდა აღნიშნო არ შეიძლება ის რომ არ აღნიშნოთ სხვათა შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამას ეზრუნავს რომ რეგიონებში სწორედ მსგავსი სტრუქტურები შეიქმნას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული ასე რომ ვთქვათ სიტუაციებიდან გამომდინარე გიხსნით აი მშობელი ხშირად აღნიშნავს რომ მე ძალიან მინდა ვატარო ჩემი შვილის სპორტის სახეობაზე მაგრამ იმდენად მაღალია თანხები ისინი ვერ ახერხებენ ასე რომ ვთქვათ იგივე ცურვას მინდა ხაზი გაუსვა ჩვენ სამედიცინო კუთხით ძალიან ხშირად გვჭირდება ბავშვი იყოს დაკავებული ცურვით იქ არის სკოლიოზის პრობლემები იგივე ჭარბი შემთხვევაში ძლისაც პირადად ვესაუბრები ჩემს კოლეგა ენდოკრინოლოგებს ევროპელ ენდოკრინოლოგებს ისინი აღნიშნავენ რომ ყველა ქვეყნისათვის არ აქვს მნიშვნელობა ეს არის განვითარებადი თუ განუვითარებელი ქვეყანა დღეს პრობლემა ყველასათვის აქტუალურია ძალიან დიდი მადლობა ნინო მე იმედს ვიტოვებ რომ ის სტატისტიკა რაც თქვენ საუბრისას გაგვაცანით ბევრად უკეთესი იქნება მომდევნო წლებში და არ ჩამოვჩებით არც ერთ ევროპულ ქვეყნებს ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა გამოსავალი ჩემი აზრით აქ იქნება განათლების გაზიარებაში მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და დავუთმოთ რაც შეიძლება მეტი სემინარი საგანმანათლებლო ღონისძიება რათა მათ დეტალურად დაინახონ იგივე ვიდეო ანიმაციები სხვადასხვა დაუშვათ კონკურსებით მოვიპოვოთ მათი ნდობა და წავახალისოთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინო მობრძანებისთვის მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო კლინიკა ენმედიცის ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ბერეკაშვილი როგორც საუბრისას აღნიშნეთ, ცხოვრების ჯანსაღი წესის შესანარჩუნებლად მხოლოდ სწორი კვება არ არის საკმარისი და ამისთვის სპორტული აქტივობებიც აუცილებელია. ნახოთ თუ რამდენად არის ჩართული ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი თაობა სპორტულ აქტივობებში. მია პატაშურის სიუჟეტს შემოგთავაზებთ. ადამიანს ჯანსაღ ცხოვრებაში სპორტი ეხმარება. თუ გვინდა მუდმივად ვინარჩუნებდეთ ჯანმრთელობას, მნიშვნელოვანია გავითავისოთ, რომ სპორტი ის ნომერ პირველი საშუალებაა, რომელიც ჩვენი მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. სპორტი ეს არის ყველა ადამიანისთვის, როგორც ორგანიზმისთვის აუცილებელი. ეს არის როგორც კვება, როგორც ყოველდღიური ცხოვრება, ეს არის სპორტი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. სპორტი ეს არის უბრალოდ ორგანიზმიდან ენერგიის გამოდევნის საუკეთესო საშუალება, რომელიც ყველას აქვს, ენერგია ყველას გააჩნია და უბრალოდ ადამიანები ცდილობენ ამ ენერგიის მიზნობრივ დახარჯვას. საქართველოში როგორც პროფესიული, ასევე სამოყვარულო სპორტით ბევრი ადამიანია დაკავებული. ტაეკვანდო სპორტის ძალისმიერი სახეობაა. მისი ილეთები ჰარმონიულად ეწყობა ადამიანის სულიერ და ფიზიკურ აგებულებას და ამიტომ იგი სისწრაფის, ჯანმრთელობისა და გონებრივი შესაძლებლობების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ამ სპორტით შეიძლება დაკავდეს ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, თუ გაქვს თუ არა გამოცდილება მას სპორტით. ამ სახეობას არ ჭირდება განსაკუთრებული პირობები და შეიძლება დასაწყისში ნებისმიერმა ადამიანმა უბრალოდ სპორტული ფორმით დაიწყოს ვარჯიში. რაც შეეხება პროფესიულ სპორტს, საქართველოში ძალიან რთულია პროფესიული სპორტით დაკავება, რადგან ეს უკვე მოითხოვს დამატებით ინვენტარს, დამატებით აღჭურვილობას, რომელიც შეუძლებელია მარტო სპორტსმენმა თავისი ფინანსებით შეძლოს. აუცილებელია საზღვარგარეთ სემინარებში და შეჯიბრებებში მონაწილეობა, რომლის გარეშეც სპორტსმენი უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაიზრდება. ვარჯიშობ დაახლოებით 6 წელია. მთელი ამ წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვცდილობთ რომ გავაკეთოთ ეს საქმე და ვცდილობთ რომ გამვითარდეს ძლიერი სპორტი. მოითხოვს ძალიან ბევრ შრომას, ნებისყოფას, დიდი უყევის სული ჭირდება ამ ყველაფერს და ვფიქრობ რომ ადამიანი რომელიც დაეუფლება ამ სპორტს შეძლებს რომ ყველაფერი მიაღწიოს. სპორტის ამ სახეობას საქართველოში ბევრი მიმდევარი ჰყავს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალისმიერი სპორტით დაინტერესებული მანდილოსნების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ვინ ჩვეულებრივ სასწავლებელში სპორტის უნივერსიტეტში მივდივარ და შემდეგ ვაგრძელებ ვარჯიშს. ეს არის ჩემი ცხოვრების აუცილებელი და ყოველდღიური მომენტი.
სპორტსმენების წარმატებას ვარჯიშთან ერთად სწორად შერჩეული კვების რაციონი და მკაცრად გაკონტროლებული რეჟიმი წარმოადგენს. თუმცა ამარტივი წესებით ცხოვრება მხოლოდ სპორტსმენებისთვის არ არის სასარგებლო. ჯანსაღი ცხოვრება, ჩემი აზრით, ეს არის ყველაფერი ერთად. ეს არის სწავლა, ეს არის ვარჯიში და ეს არის აქტიური ცხოვრება ზოგადად ყველაფერი ერთად. თუმცა ჯანსაღი ძილი, ჯანსაღი კვება, ჯანსაღი სპორტი, ეს არის ჯანსაღი ცხოვრება ყველაფერი ერთად. სპორტი ადამიანის არამხოლოდ ჯანმრთელობას განაპირობებს, არამედ მის სწორ განვითარებასაც უწყობს ხელს. სხვადასხვა გამოკითხვების შედეგად დადგენილია, რომ სპორტით დაკავებული ადამიანები იშვიათად ხდებიან აზარტულ თამაშებზე ან ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულები. სპორტი პირველ რიგში ადამიანს ეხმარება თავისუფალი დროის სწორედ განაწილებაში. ადამიანს, რომელსაც აქვს განსაზღვრული, როდის უნდა ჭამოს, როდის უნდა დაიძუნოს, როდის უნდა ივარჯიშოს, როდის უნდა ისწავლოს. ყველაფერი ეს მას რჩება ძალიან ასე ვთქვათ, აღარ რჩება დრო სხვა მავნე ჩვევების დროისთვის. იგივე სიგარეტისთვის, იგივე აზარტული თამაშებისთვის, ნარკომანიაზე აღარაფერს აღარ ვიტყვი. ადამიანი, რომელიც სწორედ ცხოვრობთ, ბავშვი, რომელიც მოზარდი, რომელიც სწორედ იზრდება და ვითარდება, მას ნაკლები დრო რჩება იყოს მავნებლობით დაკავებული. შესაბამისად იზრდება საზოგადოებისთვის კარგი ადამიანი და ქმნის იმ ჯანსაღ მომავალს, რომელსაც ყველა ერთად ვცდილობთ, რომ ხელი შევეცვალოთ. არ არის აუცილებელი იყო პროფესიონალი სპორტსმენი. იმისთვის, რომ ჯანსაღად ცხოვრობდე, საკმარისია მხოლოდ რამდენიმე მარტივი წესი თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობა დაქციოთ. იმოძრავეთ მეტი, აკონტროლეთ რას მიირთმევთ, მოიხსენით სტრესი, უარი თქვით თამბაქოზე, შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება და დღე-ღამის განმავლობაში 8 საათი იცინეთ. გრძელდება გადაცემა და წარმოგიდგენთ გადაცემის შემდეგ სტუმარს აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი აკვაპარკის ჯინო ფერედაისის აღმასრულებელი დირექტორი ლევან თოთაძეა ჩვენი გადაცემის მომდევნო სტუმარი. ბატონ ლევან, თავდაპირველად რო ვისაუბროთ ახალგაზრდა თაობაზე, ბავშვებზე, თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ჯანსაღი ცხოვრება? პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში დაპატიჟებისათვის. ძალიან ნამდვილად სწორი მიმართულება გაქვთ აღებული, რომ ამის პროპაგანდას ეწევით. ასეთ გადაცემებს აშუქებთ. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ჩვენი მომავლისთვის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს, არა მარტო ჩვენი ორგანიზაციებისთვის, არამედ ყველასათვის აბსოლუტურად და მიმაჩნია, რომ ყველა საზოგადოებია დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა. დიახ. ბატონ ლევან, თქვენი კომპანია რას თავაზობს მოხმარებელს ამ შესახებ რომ ისაუბროთ? ორი სიტყვით მოგახსენებთ ჯინო ფერედაისის შესახებ, რომელიც აღმოსავლეთ როგორც თქვენ ძანეთ, როგორც დაანონსეთ, აღმოსავლეთ ევროპაში გახლავთ ყველაზე ერთ-ერთი დიდი კომპლექსი. ჩვენ დაწყებული ბავშვებიდან დამთავრებული საპენსიო ასაკამდე ჩვენ თავაზობთ ყველანაირ მომსახურებას, რაც შეეხება სპა და ველნეს ცენტრს, გამაჯანსაღებელ ფიტნეს, აგრეთვე ღია და დახურულ საცურაო აუზებს, აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპაში ესეც 20 ყველაზე მაღალ ტოპოგანს, რომლიდანაც მაგალითად 60 კმ/სთ ეშვები, ეს ვისაც ადრენალინი უყვარს და ასე შემდეგ, მათთვის არის ძალიან კარგი გასართობი ატრაქცია. და აქედან გამომდინარე ჩვენ 4-ვე სეზონი რაც მინდა ყველაზე მთავარი აღვნიშნო, 4-ვე სეზონის განმავლობაში ვემსახურებით ჩვენს მომხმარებელს, რომლებიც აქტიურად ყავს აქტიურად დადიან ჩვენ ცენტრში და აქტიურად მიმართავენ ზუსტად ჯანმრთელი ცხოვრების წესს, რაც თქვენი ერთ-ერთი გადაცემის პრიორიტეტია. ახლა ესე იგი ეს ადამიანები ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. რა თქმა უნდა და ყველას ვეპატიჟებით, რომ ასე გამოიჩინონ სხვადასხვა ცნობადობა ჩვენი მაღალია, ყოველ შემთხვევაში ჩვენც ახლა ისეთ პოლიტიკას მიმართავთ, რომ ეს სლოგანი, ეს ჩვენი ერთ-ერთი სლოგანია, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მომხმარებლისთვის, აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან ბევრ ფაზაკლებებს თავაზობთ მათ და აქედან გამომდინარე, ყველასთვის გვინდა რომ ჩვენი კარი გავაღოთ და მოვიდნენ და მართლა იცხოვრონ იმ წესით, რასაც ჯანმრთელი ცხოვრების წესი ქვია. ბატონ ლევან, მომხმარებლის სეგმენტი როგორია? ძირითადად რა ასაკის ადამიანები დადიან თქვენთან? ასაკიდან გამომდინარე, გეტყვით ორი სიტყვით, რომ მოკლედ 6 წელიდან 6 წლამდე ბავშვებიც ჩვენთან საერთოდ უფასოა და აქედან გამომდინარე ბევრია ეს ასეთი 6 წლამდე ბავშვები, რა თქმა უნდა, უფრო დატვირთულია ჩვენი არეალი, სადღაც 15 წლიდან 40 წლამდე ეს შუალედი არის, ძირითადად ამ შუალედით არის დატვირთული. ისე როგორც მოგახსენეთ, როგორც ბავშვები, ისე საპენსიო ასაკის ადამიანებსაც ჩვენთან
დადიან ჩვენთან და სარგებლობენ ჩვენი არეალით. ძალიან კარგი. მე იმედი მაქვს, რომ დაინტერესება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჯანსაღი ცხოვრების წესის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი აკვაპარკის ჯინო პერედაისის აღმასრულებელი დირექტორი ლევან თოდაძე. ძვირფასო ტელემაყურებლებო, გრძელდება რუბრიკა ერთი დღე ჟურნალისტად, რომელიც გაძლევთ ჩანს, რომ მოამზადოთ სატელევიზიო სიუჟეტი. ამისათვის მხოლოდ ის არის საჭირო, თქვენი მონაცემები გამოაგზავნოთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე, შემდეგ ჩვენ ამას განვიხილავთ და მოგცემთ ჩანს, რომ მოამზადოთ სიუჟეტი. ამჟამად ჩვენი რუბრიკით დაინტერესდა გვანცა ბზიავა, ნახოთ თუ რა მოამზადა მან, შემდეგ კი სტუდიაში შემოგვირთდება. ბოლო დროს ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბარი ძალიან აქტუალური გახდა. ამ თემისადმი ინტერესი პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებასთან. მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და მავნეჩვევებზე უარის თქმა ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სწორი კვებაა. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ფიზიკურ აქტივობას, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრებისათვის. ვარჯიში დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და ეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებაში, მით უმეტეს თუ არ ვართ თამბაქოს, ალკოჰოლის და სხვა მავნე ნივთიერებების მომხმარებლები. ეს წესები თეორიულად თითქოს ყველასთვის გასაგები და მისაღებია, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება არც ისე მარტივი საქმეა. რამდენად იცავს თბილისში მცხოვრები საზოგადოება ამ წესებს და როგორ ესმის ჯანსაღი ცხოვრება, ამაზე პასუხს გამოკითხვის შედეგები გაგცემს. როგორ გესმის ჯანსაღი ცხოვრების წესი? ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ალბათ სპორტი დაკავება, საკვები უნდა მივიღოთ ჯანსაღი და ალბათ ცოტა რეჟიმი ცხოვრება. და რამე არ ცხოვრობთ? მაქსიმალურად ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. რამდენად ვარ დაკავებული ჯანსაღი ცხოვრების წესით? არ ვარ. რაუ, ფეხბურთზე დავდივარ. თუ ჯანსაღი ცხოვრობ და რაუ, არც სიგარეტს ვიწევი და არა. კვების ხრივაც და საერთოდ ცხოვრების ხრივაც შეიძლება ჯანსაღად ვიცხოვრო. სპორტზე სულაც დავდივარ და ფეხბურთზე დავდივარ. რამდენად ვიზეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს? ნაკლებად. ვცდილობ. რაში გამოიხატება? ნაკლებად ვსვამ. ვცდილობ რომ არ ჩამოიშთი რამე რომ აწეინოს. ადამიანმა უნდა ივარჯიშოს, კარგად იკვებოს და ასე შემდეგ. თქვენ თუ მიყვართ? ნუ ჯანსაღად ვიკვებები, მაგრამ არ ვარჯიშობ. დავბრუნდით ეთერში ესეც საინტერესო სიუჟეტის შემდეგ და შემოგვირთდა ამ სიუჟეტის ავტორი გვანცა ბზიავა, რომელიც დაინტერესდა ჩვენი რუბრიკით და გამოგვიგზავნა თავის მონაცემით ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. მოგვიყევი მოკლედ როგორ მოგეწონა სიუჟეტის მომზადების პროცესი, განსაკუთრებით რა ეტაპი მოგეწონა და ასე შემდეგ. სიუჟეტის მომზადების პროცესი ძალიან საინტერესო იყო. იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით ვფიქრობ, რომ ძალიან აქტუალური თემაა ცხოვრების ჯანსაღი წესი და ყველაზე მეტად მაინც დამაინტერესა ქუჩის გამოკითხვა, ანუ რამდენად მიყვება ხალხი ცხოვრების ჯანსაღ წესს და რატომღაც აღმოჩნდა, რომ მე სხვანაირად მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ვარჯიშობს, სწორადაც იკვებება და ვთვლი რომ ეს ძალიან კარგია. რესპონდენტები, თორე სტატისტიკის მიხედვით არ გვაქვს სამწუხაროდ ეგეთი. ხო, ანუ უმეტესობა, ვისაც ვკითხე, არ ვიცი ხა რამდენად სიმართლე იყო მათი პასუხი, მაგრამ ვისაც ვკითხე, უმეტესობა მიპასუხა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ვარჯიშობს, სწორად იკვებება და აქედან გამომდინარე, რა ვიცი, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჯანსაღი თაობა მოდის ასე ვთქვათ. ძალიან კარგი. გვანცა აქამდე თუ გქონდა ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება? კი, აქამდე მქონდა, იმედში ვიყავი 6 თვის განმავლობაში სტაჟირებას გავდიოდი. და ნუ სიუჟეტის მომზადებაც, ასე ვთქვათ, ანუ ვიცი, მომიმზადებია, კულტურის თემაზე მქონდა სიუჟეტი გაკეთებული და ნუ მეტნაკლებად ვარ გამოცდილი ამ საკითხში. გარდა ამისა, რადიოში ვმუშაობდი, წამყვანად საინფორმაციო გამოშვება მიმყავდა. მიუხედავად ამ გამოცდილებისა, მაინც დაინტერესდი ჩვენი რუბრიკით და კი, რა თქმა უნდა, ანუ ყველანაირი ახალი საკითხი, ახალი თემა ვთვლი, რომ საინტერესოა და ყოველთვის ვთანხმდები ესეთ შემოთავაზებებს. კი. მეტნაკლებად. მადლობა, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი რუბრიკის ერთი დღე ჟურნალისტად სტუმარი იყო გვანცა ბზიავა.
არსებობს ექიმთა, დიეტოლოგთა და ფსიქოლოგთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ შექმნილი 9 არჩევა, რომელიც ქმნის ცხოვრების ჯანსაღ წესს. აქტიური გონებრივი შრომა, სასიამოვნო სამუშაო, რაციონალური კვება, ასაკის შესაბამისი კვებას, ძილით 17-დან 18 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში, მუდმივი ფიზიკური დატვირთვა, პერიოდულად ტკბილეულის მიღება და ბოლოს ემოციური განტვირთვა. როგორც ექიმები, დიეტოლოგები და ფსიქოლოგები გვირჩევენ, თუ ამ რჩევებს ჩვენ გავითვალისწინებთ, ვიცხოვრებთ ჯანსაღი ცხოვრებით. ჩვენი გადაცემა ძვირფას ტელემაყურებლებო მიუახლოვდა დასასრულს და გადაცემის ბოლოს ტრადიციულად წარმოგიდგენთ ვიქტორინას. თუ თქვენ სწორად გავგცემთ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხს, გადმოგეცემათ რუსთაველის თეატრის მიერ დაწესებული 2 ბილეთი სპექტაკლზე იულიუს კეისარი. ყველას გისურვებთ წარმატებას. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ შეკითხვას, ეს ასეთი გახლავთ: რომელ წლებში დამკვიდრდა ფრაზა ცხოვრების ჯანსაღი წესი? გავიმეორებ შეკითხვას: რომელ წლებში დამკვიდრდა ფრაზა ცხოვრების ჯანსაღი წესი? თუ გაქვთ სწორი პასუხი, დააფიქსირეთ ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გადმოგეცემათ რუსთაველის თეატრის მიერ დაწესებული 2 ბილეთი სპექტაკლზე იულიუს კეისარი. გემშვიდობებით, დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. შევხვდებით მომავალ პარასკევს 20 საათზე. ნახვამდის. თუ გსურს აიხდინო ოცნება, გახდე მომღერალი და მსახიობი. ვოკალურ თეატრალური სკოლა სტუდია ლურჯაცხენები ამაში დაგეხმარება. ჩვენთან შეისწავლება სიმღერა, ცეკვა, მსახიობის ოსტატობა, მეტყველება, გიტარა, ქართული ხალხური საკრავები. ეზიარეთ ნამდვილ ხელოვნებას.